მოგესალმებით მეგობრებო, დღეს მინდა გაჩვენოთ ერთი აპლიკაცია, რომელსაც ქვია Color Note. ანუ ეს არის ბლოკნოტი ერთგვარი ტელეფონისთვის, რომელიც ძალიან სასარგებლო არის. და გაჩვენებთ ახლა როგორ უნდა გადმოწეროთ. ძალიან მარტივი არის და მოსახერხებელი. იქამდე კი ჩემი თხოვნა იქნება დამილაიქოთ ვიდეო, გამოიწეროთ ჩემი TikTok და YouTube არხი. YouTube არხი ნაჩვენებია ჩემი TikTok-ის ბიოში. შევდივართ Google Play-ში და ძიებაში წერთ ესეთ რაღაცას. Color Note, ესე იწერება. Შემდეგ ვეძებთ ძიების ღილაკს ვატყობთ. Можно установить на другие телефон. Можно установить на другие Color Note. Блокнот заметки установлен. გავხსნით ამას. Перейти на уровень выше. Открыть. Кнопка. და აქ იქნება უстановить. ჩემ შემთხვევაში, რადგან გადმოწერილი მაქვს არის ატკრიც, გავხსნით ამას. და აგერ ნახეთ, მაგ ძალიან ბევრი რაღაცები მაქვს ჩაწერილი, შენახული. ნახეთ. ლექსები რავი რაღაცა 1000-ნაირი რაღაცები მაქვს შენახული. და რაღაც შენიშვნები რაც გინდა რომ დაიმახსოვრო. და ასე შემდეგ და ასე შემდეგ და ბევრი ტექსტი შეგიძლია შეიყვანო εν რაოდენობით ესე რომ ვთქვათ. დაუშვათ პაროლები და მსგავსი რაღაცეები თუ გინდათ რომ არ დაგავიწყოთ და შეინახოთ. ეხლა გაჩვენებთ როგორ შეიძლება შენახვა. აგერ დაბლა მარჯვენა მხარის დაბავით დააწვევით. შემდეგ ტექსტ. აი მაგალითად დავწერ გამარჯვებას. და შემდეგ ორჯერ დავაწვევით გამოსვლის ღილაკს. აგერ სახრანინო გითხრა. ტექსტი შენახულია ჩვეულებრივად, ანუ გამოხვალ და ინახავს ავტომატურად. ასევე თქვენ შეგიძლიათ Color Note-ის პარამეტრებში დაამატოთ თქვენი მეილი, რადგან რო წაგეშალოთ ეს პროგრამა, ანუ ეს აპლიკაცია, შეძლოთ თქვენი შენახული ტექსტების აღდგენა. ანუ სინქრონიზაციას აკეთებს Google-ში, ინახავს ამ ტექსტებს და შემდეგ თუ წაგეშალათ, ანუ ახალი ტელეფონი შეიძინეთ და გადმოწერთ თავიდან ეს პროგრამა, შეძლებთ თქვენი Gmail-ის მეშვეობით აღდგენას თქვენი ტექსტების. მადლობა ყურადღებისთვის. ხო, დაალაიქოთ ვიდეო, გამოიწეროთ არხი.